დიდი აფეთქების თეორია არის იმის შესაძლებლობა, რომ აი მაგ გაფართოების სიჩქარე უბრალოდ ამოიწუროს, აღარ ქონდეს ენერგია, რომ კიდე გაფართოებს და გაჩერდეს რაღაც ეტაპზე ყველაფერი. დიახ, თეორიული შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არის. აინშტაინის განტოლებების ამონახსნებს, რომელიც გაფართოებად სამყაროში შესაძლებელია პრინციპში ქონდეს სხვადასხვა რეჟიმები. ერთი არის ეგრეთ წოდებული დახურული სამყარო, ჩაკეტილი სამყარო. ეს არის სამყარო, როდესაც გაფართოების შემდეგ, როგორც თქვენ, ამოიწურება ესა და იგი გაფართოების შემდეგ ისევ დაიწყებს შეკუმშვას და კოლაფს. შეიძლება ესეთი რეჟიმი, რომ რაღაცა ზომას მიაღწიოს სამყარომ და იმის მერე არც გაფართოვდეს და არც შეიკუმშვოს, ანუ იყოს, ასე ვთქვათ, ერთი და იგივე ზომის, ამას უწოდებენ ბრტყელ სამყაროს, სტატიკურ სამყაროს უფრო. და არის ღია სამყარო, რომელიც მუდმივად განიცდის გაფართოებას, მაგრამ სიურპრიზი არის, როგორც გაირკვა, აღმოჩნდა მეოთხე რეჟიმი, რომელიც აი ამ სამში არჯდება, რომელიც დადასტურდა, რომ სამყარო ამ სამიდან ერთ-ერთს კი არ განიცდის, არამედ სამყარო განიცდის აჩქარებულ გაფართოებას, რომელიც აჯდება ჩვეულებრივ ამ აინშტაინის თეორიაში, თუ მისი მოდიფიკაცია არ გავაკეთე რაღაცნაირად.